მოგესალმებით რუსო, მადლობა შესაძლებლობისთვის. ჩვენ დღეს დავიწყეთ ჩვენმა კოალიციამ, ლელო ძლიერმა საქართველომ დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენს ემიგრანტებს დაუბრუნდეს საარჩევნო ხმა იმ ადამიანებს, რომლებზეც ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ისინი 20-25 წლის შემდეგ აღარ იქნებიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან დიდი წვლილი შემომტანი ადამიანები და ამ ადამიანებს ქართულმა ოცნებამ უთხრა, რომ თქვენ არ გექნებათ კანონისმიერი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მიიღოთ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, თქვენი მთავარი კონსტიტუციური არჩევანის უფლება გამოიყენოთ და დააფიქსიროთ თქვენი პოლიტიკური მოსაზრება, თქვენი თქვათ არჩევანის მიხედვით. ხო, აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანებისთვის ქართულმა ოცნებამ ვერ შექმნა ისეთი სახელმწიფო, რომელიც მათ არ აიძულებდა იმას, რომ ისინი წასულიყვნენ საზღვარგარეთ და ამ ფორმით აერჩიათ ის, რომ ოჯახი ერჩინათ, მათი ახლობლები ერჩინათ ამ ქვეყანაში, მათ აირჩიეს ეს ძალიან რთული გზა და ამის მიუხედავად ფაქტობრივად ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ გარიყოს ეს ადამიანები, ზოგადად ქვეყნის მთავარი მაიდენტიფიცირებელი მოქალაქის რას იყოს, ეს არის არჩევანის უფლება, ხმის უფლება, ეს უფლებაც წაართვა და ჩვენ რა თქმა უნდა ვასაჩივრებთ ამას და მოუწოდებთ ყველა ემიგრანტს, რომ ჩვენთან ერთად მიიღონ ამაში მონაწილეობა, თითოეულ მათგანს ჩვენ რა თქმა უნდა გაუწევთ იმ სამართლებრივ კოორდინაციას, რომ ეს ყველაფერი მათთან ერთად მოხდეს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ხმა ისმოდეს. პროცესია აქ მნიშვნელოვანი, ხო, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რუსო, ყველამ კარგად ვიცით, 24 წლის არჩევნების შემდეგ 34,000 ადამიანი, რომელიც 34,000 ემიგრანტი, რომელიც ძალიან ბევრი ბარიერის, ძალიან დიდი პრობლემების, ასობით გავლილი კილომეტრის რიგების მიუხედავად მივიდნენ უბნებზე, დააფიქსირეს შედეგი, რომ ქართული ოცნება იქ იღებს 13%. ანუ იქ, სადაც რეჟიმს არ აქვს მანიპულაციის საშუალება, მოსყიდვის, დაშინების და იმ მანიპულაციის, რითაც რეალურად ქართული ოცნება საქართველოში ოპერირებს, ხო, საარჩევნო მიმართულებით, სადაც ამის შესაძლებლობა არ იყო, სადაც პირწმინდად დამარცხდა ქართული ოცნება და აიღო 13%, იმ ადამიანებს უთხრა, რომ თქვენ აღარ გექნებათ ხმის მიცემის უფლება და თქვენს რომ თურმე არჩევნები არის საქართველოს ტერიტორიის შიგნით ჩატარებული პროცესი. კი ბატონო, ამას ეხება კანონი, მოდი ამ კანონზეც ვისაუბროთ, რომლის კონკრეტულ პუნქტებსაც თქვენ ასაჩივრებთ. ეს არის კანონი, რომელიც შარშან, მე მგონი შარშან მიიღეს 2025 წელს და მაშინ ქართული ოცნება ამას ასე განმარტავდა, რომ შესაძლოა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, უცხო გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ, შესაბამისად 4 წელიწადში ერთხელ თუ კი ჩამოვლენ ისინი და საქართველოში გააკეთებენ არჩევანს, ეს უფრო ინფორმირებული არჩევანი იქნებაო, მე მახსოვს როგორ ცდილობდნენ ამის გამართლებას და მოკლედ კანონი შეეხება იმას, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებს არ შეეძლება არჩევნებში მონაწილეობა და თქვენ ამას ასაჩივრებთ. არ ვიცით როგორ დასრულდება ეს საკონსტიტუციო პროცესი, თუმცა რა რეალობის წინაშე დგებიან ემიგრანტები, თუ კი უარყოფითი იქნება თქვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ბოლო პერიოდში ამ ჩვენ საარჩევნო ცვლილებები განხორციელდა და ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა, თუმცა ეს ხაზი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პრინციპული ჩვენთვის. ჩვენ ამიტომ ჩავთვალეთ ეს გზა სწორად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოსგან, ჩვენ ინსტიტუციურად გამოვიყენეთ ეს გზა, მათ შორის მოუწოდებ კიდევ ერთხელ თქვენი ეთერის საშუალებით, რომ ყველა თითოეულ ემიგრანტს მართლა თითოეული ემიგრანტის ჩართულობა არის ამაში ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უფრო მეტი ადამიანი დააფიქსირებს პროტესტს იმისა, რაც მოხდა რეალურად და მათ მთავარი კონსტიტუციური უფლება რეალურად შეუჩერა და მერე ხაზი, ხო, ცინიკური დამოკიდებულება, რომ თურმე ჩამოვიდნენ და აქ გააკეთონ არჩევანი. ჯერ სად უნდა ჩამოვიდნენ? აქ რო ქონოდათ ყოფნის შესაძლებლობა, ის ადამიანები არ წავიდოდნენ და იქ თითქოს რაღაცა ოქროს კოშკებში წავიდნენ, ხო, იქ ძალიან დიდი შრომა აწევთ ზურგზე და წავიდნენ იმის გამო, რომ ოჯახები არჩინონ და აქ ცინიკურად პაპუაშვილი იძახის, რომ თურმე ჩამოვიდეს. ან რო ჩამოვიდეს, რომელი
ტექნიკური ინფრასტრუქტურა გაუძლებს იმ 100,000 ქართველს, რომელიც მართლა ლუკმაკურის საშოვნელად არის წასული და თურმე ჩამოვიდნენ და აქ მისცენ ხმა და გავლენაზე რო საუბრობენ და deep state-ებზე რო საუბრობენ, თვითონ არ ირჩევდნენ იმ ხალხს, რომლებიც მერე თურმე deep state-ის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ, იგივე გიორგი გახარია, ხო, ვინ დააძალა, რო ხელი დაეჭირათ იმ ნიშნულებზე, ხო, როცა ირჩევდნენ და მერე თვითონ გავლენა მოხდა და ეს გავლენა მათზე ხდებოდა და გავლენას ვინ ახდენს თან? აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენაზე, ეხა აგვისტოა და ჩვენ საუბრობთ, რომ რუსეთში ნავთობი აქვთ, ეს ნავთობი სათბიდის კაცმა არ იცის და პირდაპირ ომის დამნაშავედ გამოყავთ საკუთარი ქვეყანა და ეხა ვის გავლენებზეა საუბარი, ხო? ერთადერთი გავლენის აგენტები ვინც არიან ამ ქვეყანაში არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები და ისინი ღიათ არიან რუსული გავლენის გამტარებლები და ადამიანებზე, რომელიც ოჯახებს არჩევდნენ, ესე ისაუბრო, რა თქმა უნდა, ძალიან არასწორი და ცინიკურია მათი მხრიდან ეს დამოკიდებულება. თუარცდები დავით მათიკაშვილი იყო, როცა საუბრობდა აი ამ ფინანსებზე, ემიგრანტების თანხებზე, ამბობდა, რომ ბოლოს და ბოლოს ის საქართველოს ბიუჯეტში არ შედისო ეს თანხები და რაღაცნაირად ჰქონდა მასაც ასეთი რეპლიკა, მაგრამ მე მინდა მთავარი გკითხოთ, აი როცა ამაზეა დავა, რომ ემიგრანტებს უნდა მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, მაშინ ქართული ოცნება ასევე ამბობდა, რომ სხვა ქვეყნებშიც ასე ტარდება ხოლმე, სხვა ქვეყნების პრაქტიკაც ასეთია, მაგალითად ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი და ასევე საერთაშორისო სტანდარტებში ჯდება ჩვენი ეს კანონი. მოკლედ, გაქვთ თუ არა მზად სარჩელი იმგვარად, რომ საკონსტიტუციო განხილვების პროცესში უტყუარად გადაწყვეტილება შეიცვალოს საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ. რა თქმა უნდა, кейსები, სხვადასხვა მიმართულები და სხვადასხვა სისტემების არსებობს, თუმცა ეხა კონკრეტულ кейსებზე ვისაუბროთ არ არის, ხო? თან ეხა სწორიც არ იქნება. მაშინ ვისაუბროთ პირიქით სად არის, ხო? რამდენი ქვეყანაა, რამდენი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც საკუთარ ემიგრანტს აძლევს იმის უფლებას, რომ თავისი საარჩევნო პოზიცია დააფიქსიროს, ხო? ამაზე ვისაუბროთ. ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელი თვეების მანძილზე მზადდებოდა, ძალიან კვალიფიციურად, ძალიან დიდი პროფესიონალები მუშაობდნენ ამაზე და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ის საკითხი, რაზეც გესაუბრეთ, ხო, რომ თითქოს საქართველოს შიგნით უნდა ჩატარდეს, მხოლოდ და ამითი უნდა გადაწყდეს, ხო? ესე არ ხდება, ეს არ არის ის დამოკიდებულება, ეს არ არის არჩევნები და ამას ჩვენ კონსტიტუცია გვეუბნება და სწორედ ამას ვამბობთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში, კანონში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც რეალურად არის კონსტიტუციასთან დაპირისპირებული და ჩვენ ამას ვასაჭირებთ. ამის კონკრეტული ფაქტები, მათ შორის კონკრეტული кейსები, ემიგრანტების მომართვები გვაქვს დართული, კიდე არაერთი ემიგრანტი გვიკავშირდება და გვეუბნება, რომ მათაც სურთ, რომ ამ პროცესში საკუთარი თავი დაინახონ, იმიტომ რომ ყველაფრისგან მოწყვეტილი ადამიანები, ოჯახს მოწყვეტილი ადამიანები ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ ისინი პოლიტიკურ პროცესში მაინც ვერ ჩაერთვებიან და რა თქმა უნდა ამის პროტესტი არსებობს და ჩვენ ამ მიმართულებით ყველა ეტაპზე, ყველა ფორმით, ინსტიტუციურად, მათ შორის იმისთვის, რომ ეს ინსტიტუციური მეხსიერება არსებობდეს, მათ შორის იმისთვის, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებში ვიდაოთ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ყველა არსებულ ინსტიტუციურ პლატფორმას ჩვენს ქვეყანაში გამოვიყენებთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შედეგების მიმართ ვიყოთ ძალიან სკეპტიკურად განწყობილები. და ბუნებრივიც არის, რომ შესაძლოა სკეპტიციზმი არსებობდეს ამ პროცესში. ეს იქნება თუ არა, ამაზე იქნება თუ არა დამოკიდებული თქვენი გადაწყვეტილება სამომავლოდ, შეცვლის თუ არა ეს მოკლედ თქვენს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ როცა უკეთეს არჩევნებზე ვსაუბრობთ, თქვენს პარტიას ხშირად უთქვამს, რომ გამოიყენებთ ყველა გზას იმისთვის, რომ არჩევნები სამომავლოდ ქვეყანაში უკეთეს პირობებში ჩატარდეს, მათ შორის ემიგრანტების ხმის უფლებებზე საუბრობდით, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ ეს არ არის კონსტიტუციასთან შეუთავსებელი, აღმოჩნდება, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ამ პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს და შესაბამისად არჩევნებიც მეტნაკლებად სამართლიანიც ვერ გახდება. ანუ შემდგომ როგორ ხედავთ თქვენ შემდგომ საკუთარ თავს პროცესში, როგორ მონაწილეობთ არჩევნებში, სადაც ჩვენ სამართლიანი არჩევნებისთვის დიახ, რუსო, სამართლიანი არჩევნებისთვის მოთხოვნა ჩვენ დავაფიქსირეთ მეორე დღესვე ფაქტობრივად, როცა დადგა 24 წლის არჩევნების შედეგები, ხო, ჩვენ მათ შორის პარლამენტში არ შევედით, მანდატები არ გამოვიყენეთ და ვთქვით, რომ არჩევნები არ ჩატარდა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო და
რა თქმა უნდა, ეს გზა როცა ავირჩიეთ, იმაზეც ვფიქრობდით, რა შედეგები შეიძლება მოყოლოდა ამას. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ არჩევნების გზა რეალურად ვიღაცა შეიძლება ეს რაღაცა სადღეგრძელოთ მიაჩნდეს, თუმცა პოლიტიკოსები ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ სახელმწიფოში არჩევნების გზა ფაქტობრივად, როგორც ხელისუფლების ცვლილების გზა აღარ არსებობს, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და ჩვენ ყველანაირი გზა, მათ შორის ის გზა, რომელიც დღეს ჩვენ ავირჩიეთ, მათ შორის ის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც დღეს ჩვენ შევიტანეთ, არის ის გზა სწორედ რომ ვიბრძოლოთ ამ შესაძლებლობისთვის, რომ უკეთესი არჩევნები დაიდოს და სამწუხაროდ ჩვენ არ გვყავს ის ხელისუფალი, რომელიც რაღაცა გაკეთილშობილდეს შეიძლება და ცუდი ადამიანები, კარგი ადამიანები გახდნენ, ხო? ყობახიძე ამბობდა მურუსიძეზე, რომ ცუდი ადამიანი იყო და კარგი ადამიანი გახდაო და არ გახდა. ცუდი იყო და ცუდად დარჩა და სისტემის სახე დარჩა, ხო? სასამართლო სისტემის სახე დარჩა ადამიანი, რომელიც ცუდი იყო, იმიტომ არ მოსწონდა ადამიანებს, იმიტომ გადაირჩიეს მათ შორის წინა ხელისუფლება, რომ ამ ადამიანის წვლილი ძალიან დიდი იყო იმ უსამართლობაში, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა და შემდეგ თურმე კარგი გახდა. კარგი კი არ გახდა, ისევ მორჩილება იყო მთავარი კრიტერიუმი და ამიტომ გამოიყენა, ხო, ეს ადამიანი და ჩვენ არ გვჯერა, რომ ცუდი ადამიანები, კარგი ადამიანები ხდებიან. ისინი ცუდ ადამიანებად რჩებიან და ჩვენ რა შესაძლებლობაც გვაქვს, რომ მათ ცუდ ადამიანებში ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დაუპირისპირდეთ ყველა გზას გამოვიყენებთ. მათ შორის საარჩევნო გზა არის ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ არჩევნების ნდობა საზოგადოებას დაუბრუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ის იქნება ძალიან რთული გასაკეთებელი და ამის სირთულეში ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ ჩვენმა კოლეგებმა ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვეხება ეს ამბავი. აირჩიეს გზა და თქვენს რომ თურმე ამ ქვეყანაში იწერენ, რასაც უნდა ის ხდება. თუ იწერს ხელისუფლება, ის ხელისუფლება 20%-ით არ მოიგებს თბილისის მერის არჩევნებს და 80%-ით მოიგებს. თუ იწერს ხელისუფლება 99 მანდატს არ აიღებს და მაგალითად 90-ს აიღებს. თქვენ საუბრობთ ყველა გზაზე, რომელიც უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ გააკეთილშობილოთ არჩევნები, მაგრამ ამის მოლოდინიც არ გაქვთ. გაქვთ თუ არა გეგმაში სხვა ნორმების გასაჩივრება, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი. 2024 წლის შემდეგ თუ გადავხედავთ რა გაუკეთებია ქართულ ოცნებას პარლამენტში, იმდენი მიმართულებით არის ცვლილებები შეტანილი და საარჩევნო კოდექსში მე მგონი 14 ჯერ შევიდა ცვლილება ერთ წელში. ძალიან ბევრი რამ არის გამოსასწორებელი იმისთვის, რომ რაღაც არჩევნები დაემსგავსოს ისეთ არჩევნებს, სადაც ოდნავ მაინც ნდობა ოპოზიციასაც ექნებოდა. აი რა შედის ასევე თქვენს გეგმაში, რასაც ეძახით ბრძოლას უკეთესი არჩევნებისთვის? მადლობა. ხო, ჩვენ ყველა შესაძლებლობაზე როცა ვსაუბრობთ, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ იმის პრობლემები, რაც გამოიწვია, ხო, ბოლო პერიოდში საარჩევნო კოდექსი ყველაზე მეტად დაჩეხილი ამბავია, ხო, ქართული ოცნების მხრიდან და ჩვენ ამისთვის ყველა მიმართულებით ვიბრძვით, მათ შორის პოსტსაარჩევნო პერიოდში ყველა ინსტანციაში იქნებოდა ეს საოლქო, საუბნო, სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცა დიდი მოლოდინები არ გქონდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მიმართულებით ვიბრძოდით და გავასაჩივრეთ და შემდეგ რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც ყველაზე დიდი მექანიზმი შეიძლება იყოს, რაზეც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საუბრობდნენ, მათ შორის რაზეც ეუთო ოდირი საუბრობდა, რომ ეს დარღვევები, რაც შეიძლება, რაც მოხდა, მათ შორის ის პრობლემები, რაც მიიღო შემდეგ უკვე პროცესში, რა თქმა უნდა, მიმართულებით ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მათთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება უკეთესი იყოს ეს გარემო და ყველა გზა, რომელიც შეიძლება ამ უკეთესობამდე მივიდეს, ჩვენ ვიყენებთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ხელისუფალი, რომელიც არ არის ის ხელისუფალი, რომელმაც შეიძლება გაიგონოს პარტნიორების რეკომენდაცია ოპოზიციური პარტიების, მათ შორის თქვენ როცა მეუბნებით თუ არ დაკმაყოფილდა კი არა, შეიძლება ჩვენ ისეთი მოცემულობა დაგვიდგეს, რომ 28 წლის არჩევნებამდე, 2028 წლის არჩევნებამდე პასუხიც ვერ მივიღოთ საკონსტიტუციო სასამართლოდან, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ, ფაქტობრივად 1 წლის წინ შევიტანეთ სარჩელი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და მე სხვა პარტიებით დამატებით ვადები გაიხანგძლივეს, ხო? იმ პროცედურების, რომ თითქოს საქმეზე ჩამოკიდებული ყოფილიყო პარტიებზე ეს აკრძალვის ამბავი და ამიტომ ამ შედეგზე ჩვენ დამოკიდებულები ვერ ვიქნებით. ჩვენ
ბრძოლას ვაგრძელებთ, ყველა მექანიზმს ვიყენებთ, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს გზა არჩეული, რომ საარჩევნო მიმართულებით მესმის რომ არჩევნებს როგორც ასეთს პატივს ცემთ და მასში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიისთვის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილად მიგაჩნიათ. მე ამაზე კითხვა არ მაქვს. უბრალოდ როცა თქვენ ამბობთ რომ ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, მათ შორის კანონებს გაასარჩივრებთ თუ იბრძოლებთ რომ ოდნავ მაინც თანაბარი იყოს და არსებობს სკეპტიციზმი ამ ბრძოლის შედეგებთან დაკავშირებით, რა იმედი შეიძლება გქონდეს? ბუნებრივად შეიძლება თქვენ სამომრჩეველსაც გქონდეს. იმედი არის გამოცდილება, რუსო. იმედი არის გამოცდილება, იმედი არის ემპირია, იმედი არის მაგალითები, რომელიც მათ შორის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არსებობს და მე ვერ მანახებ თქვენ ისეთ ადამიანს, რომელიც მაგალითად 2012 წლის არჩევნებით იყო კმაყოფილი და 2012 წლის არჩევნები იყო ვითომ ის არჩევნები, რომელიც ოპოზიციის მოედანზე ტარდებოდა, ხო? არ იყო, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები. მთავარი ამბავი არის ის, რომ ჩვენ საარჩევნო უბნებზე მივიდეთ იმდენი, რომ გარდამტეხი უპირატესობა მოვიპოვოთ და ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო ის ამბავი, რაც მოხდა უნგრეთში, ის შედეგი, რაც დაფიქსირდა და ადამიანებად ფაქტობრივად ეს ძალაც არ ელოდა იმხელა უპირატესობით გაიმარჯვა, ხო? მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად მორგებული საარჩევნო სისტემა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარული სისტემა არსებობდა, რომელიც ხელისუფლებას დამატებით შესაძლებლობას არ აძლევს, ხო? მანიპულაციების და გავლენის, როგორც ფეოდალები ადგილებზე, ხო? მიუხედავად ამისა, უნგრელმა ხალხმა იმის გამო რომ გარდამტეხი ოდენობის ადამიანი მივიდა საარჩევნო უბანზე, შეძლო არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება და თუ საქართველოს ამ გზას არ დაადგება, სხვა ფორმით წარმოუდგენელია ჩვენ როგორც პოლიტიკოსებმა ვისაუბროთ რაღაცა სხვა ფორმებზე პოლიტიკური ბრძოლის.